იმ ბედნიერ ადამიანთა შორისა ვარ, რომელსაც წილად ხვდა პატრიარქის აღსაყდრებიდან, პირველივე დღეებიდანვე ყოფილიყო სიონის ტაძარში. მე მომსწრე ვარ იმ დღეებისა, როცა 15-20 ადამიანი იყო ტაძარში. პატრიარქი ყოველ შემოსულს ათვალიერებდა, სიხარულს ვერ მალავდა, მით უფრო თუ ნაცნობის სახე შემოვიდოდა. ძალიან მალე დაიწყო სიონის ტაძარმა შევსება, უფრო მეტიც, უკვე ეზოშიც კი აღარ ეტეოდა მრევლი. პატრიარქი როგორც პატარა ბავშვებს ისე დაგვიწყო ყველაფრის თავიდან ახსნა. პირჯვრის დაწერასაც კი გვასწავლიდა. მოთმინებით, რუდუნებით გვზრდიდა, სულს გვიახლებდა. იმასაც ვამჩნევდი, რომ ძალიან უხაროდა, როცა ჩემი პატარა ბიჭებთან ერთად წირვა-ლოცვაზე ხშირად მხედავდა, თითქმის ყოველთვის. იცით, მე რაღაცნაირად ღვთისწყალობა მერგო. ასე შეიქმნა საგალობელი ღვთისმშობლისადმი. ჯერ კიდევ კომუნისტური რეჟიმი იყო მაშინ 80-იან წლებში. დღემდე მღერიან იმ საგალობელს ღვთისმშობლისადმი. 40 წელია სრულდება საგალობელი მაცხოვრისადმი, უფლისსადიდებელი. შეიქმნა ტრილოგია პატრიარქისადმი მიძღვნილი. არ იყო არც ერთი მნიშვნელოვანი დღე, როცა მისი ბრძნული ქადაგებიდან მნიშვნელოვანი ჩემთან, ჩემს გონებაში არ ჩარჩენილიყო და მე იგი ლექსად არ გადმოღვრილიყო. მისი ქადაგებების წყალობით ჩემი სული ივსებოდა ყოველთვის. მისივე ქადაგების წყალობა იყო ის, რომ გვითხრა, აუცილებლად უნდა იცოდეთ თქვენი წინაპრების ისტორია. 5 თაობა მაინც თქვენთვის უნდა იყოს ხელმისაწვდომი. მე ამანაც გამომაფხიზლა და დავიწყე ძიება და აღმოჩნდა, რომ ბებიაჩემის ბაბუა, მოსე გიორგაძე ყოფილი მღვდელი. ბებიაჩემის დედამ ბიბლია თითქმის ზეპირად იცოდა თურმე. და იცით, მათი ცხოვრებისეული ისტორიიდან ბევრი საინტერესო მასალა აღმოვაჩინე, რომელსაც ალბათ გავაერთიანებ ყველაფერს და წიგნად დავწერ. ასე რომ მე მადლიერების და დიდი სიყვარულის მეტი ჩვენი პატრიარქისადმი არაფერი მეთქმის და მე შევძელი პატარა სახსოვარი, აი ეს წიგნი მეჩუქებინა პატრიარქისათვის დაბადების დღეზე. მე შევეცადე ამ წიგნში ჩემეული ახსნით პასუხი გამეცა პატრიარქის იმ ქადაგებისა და სულის ამოძახილისათვის, რომელსაც ქვია ღმერთი, სამშობლო, ადამიანი. ჩემი ეს პატარა მოგრძალებული წიგნი, რომელსაც სულის ვენახი ქვია, სწორედ ამის ახსნას ემსახურება. აქ არის მიძღვნილი მაცხოვრისადმი, ღვთისმშობლისადმი, თავად პატრიარქისადმი მიძღვნილი ჩემი ლექსები. თქვენო უწმინდესობავ, ამ პატარა ლექსით გილოცავთ დაბადების დღეს. მადლობა უფალს, დიდება ღმერთსა, რჩეული მწყემსი გვარგუნა ერსა. უწმინდესო და უნეტარესო, გთხოვთ მიტევებას ცოდვათა ჩვენთა, ერის ცოდვების დამტევებელო. არა, არ ზიდეთ ჯვარი ამაოდ, ჩვენი სულების გადამრჩენელო, მადლობას გწირავთ, ბრძენო მამაო. გულით გილოცავთ დაბადების დღეს. მადლობა წარსულ, განვილსა დღესა. მრავალჟამიერ თქვენი სიცოცხლე, მრავალჟამიერ, მრავალსაწელს.